ოფიციალური ინფორმაციით 6 ნოემბრიდან ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. მიზეზი უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებაა. რატომ არის ეს საკითხი საყურადღებო განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დაავადების მატარებლები არიან? მარიკა ბოლქვაძე მოგვიყვება დეტალებს ფორმულას პირდაპირ ეთერში. მარიკა, გისმენთ. დიახ, გიორგი, თბილისში რამდენიმე დღეა ჰაერის დაბინძურება უკვე თვალში საცემის და აღქმადით არის, განსაკუთრებით ბოლო 2 დღეა იგრძნობა ეს დაბინძურება. მაყურებელს ვეტყვი, რომ ეს არის სმოგი, რომელიც არის სხვადასხვა ნარჩენების ან გამონაბოლქვის შედეგად მიღებული, ასე ვთქვათ, ნარჩენი, რომელიც შემდგომში ჰაერში გროვდება, თუმცა მას შეიძლება სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს. ეს წყარო შეიძლება იყოს ავტომობილის ან სამრეწველო ნარჩენების გამონაბოლქვი, აგრეთვე მტვრის ქარიშხლები. ექსპერტები აგრეთვე ამბობენ იმასაც, რომ გარდა იმისა, რომ ჰაერში ეს დაბინძურება გროვდება, ის აგრეთვე შეიძლება იყოს თბილისში მცხოვრებდათვის, მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო, კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქციები ან რესპირატორული პრობლემები. აგრეთვე ისინი აღნიშნავენ იმას, რომ აქამდე არ გავრცელებულა ოფიციალური განცხადება, რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს სმოგი. წესით 24 საათი არის ან ოდნავ მეტი ის რაოდენობა, რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება სმოგი იყოს ჰაერში. უფრო მეტი დეტალი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სმოგი და საერთოდ რა პრობლემებს იწვევს და რამდენად სახიფათოა ის ადამიანების ჯანმრთელობისთვის, თქვენ პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ. ეს არის ძირითადად ეგრეთ წოდებული შეწონილი ნაწილაკების, PM ნაწილაკების და მათთან ერთად ჰაერში მდგარი სხვადასხვა ორგანული და არაორგანული ნაწილაკების ერთობლიობის შედეგად ჩამოყალიბებული. შეიძლება იყოს 24 საათი და ცოტა უფრო მეტიც იყოს მდგარი. საშიში არის იმათთვის, ვისაც აქვს სასუნთქი გზების პრობლემები, ასთმა, ალერგია, ონკოლოგიური დაავადებები. ამ ხალხს შეიძლება რომ გაუღიზიანდეს, ვთქვათ, აი სასუნთქის სისტემა და ჯობია რომ ასეთი სმოგის დროს თავი დაიცვას რაღაცნაირად. მაგალითად, ზედმეტად არ გავიდეს გარეთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეს არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, ანუ მიზეზი, რომელიც არის უდაბნოსგან, ანუ უდაბნოს ქარისგან გაფანტული სავარაუდოდ, ანუ ეს არ ვიცი, უდაბნოსგან მომავალი დაბინძურება. არა მხოლოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს როლი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის როლი, რომელმაც უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა, როგორ უნდა მოიქცეს. სტანდარტულად ასეთ შემთხვევებში მოსახლეობას ურჩევენ, რომ ანუ დიდხანს არ გააღონ ფანჯრები, არ იარონ დიდხანს გარეთ, არ ირბინონ განსაკუთრებით, იმიტომ რომ როცა დარბიხარ უფრო მეტი მოთხოვნილება ჰაერის და ჟანგბადის ორგანიზმში და პირბადე გაიკეთონ იშვიათ და ანუ უკიდურეს შემთხვევაში. ეს არის რეკომენდაციები, რაც უნდა დაიცვას მოსახლეობამ. რაც ცუდია არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით მაგალითად ეს როდის დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ამ დრომდე ველოდებით ჩვენ შესაბამისი უწყებებისგან ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი არის, როგორც მოისმინეთ, გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტო და აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ ცხადი ავცადეთ გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოსთან დაკავშირება. მათ უბრალოდ მიგვითხეს კონკრეტული ვებგვერდი, რომელზეც ჩვენ შეგვეძლო შევსულიყავით და გვენახა უბრალოდ წითლად მონიშნული ის სივრცეები, სადაც მსგავსი ტიპის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება საკმაოდ მაღალია. სხვა მხრივ მათ ოფიციალური განცხადება სატელევიზიო ფორმატში ან სოციალურ ქსელში არ გავრცელებიათ იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ რა არის სმოგი ან ჯანმრთელობის რა ტიპის დაზიანება შეიძლება მოჰყვეს მას. ამ ყველაფერთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსაც არ გავრცელებია განცხადება. ჩვენ არ ვიცით რა რისკებთან არის დაკავშირებული ან ჯანმრთელობის რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს სმოგმა. საზოგადოება კი ამ დრომდე ელის ოფიციალური უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას.